ისევ აქტუალური კითხვა, ვინ მიიღებს 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. არჩევნებამდე 7 თვე რჩება და ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით ოპოზიციიდან ბრძოლას მხოლოდ პარტია გირჩი გეგმავს. სხვა ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტები არჩევნებში მონაწილეობას ამ ეტაპზე არ აპირებენ. ოპონენტების ამ პოზიციას ქართული ოცნება საბოტაჟად აფასებს. ცნობისთვის კონსტიტუციის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თემის შემოგდება არის ივანიშვილის პროპაგანდისტული ხრიკის სიამოვნებაში ქვეყანაში გადასაწყვეტი არის ყოფნა არ ყოფნის საკითხი, ვიცხოვრებ თავისუფალ ქვეყანაში თუ ვიქნებით დიქტატურაში, ამიტომ არანაირ არჩევნებს დიქტატურაში აზრი არ აქვს ხოლმე, ესე ფორმალურად კი ტარდება ხოლმე არჩევნები დიქტატურულ ქვეყნებში, მაგრამ არავითარი აზრი ასეთ არჩევნებს არ გააჩნია ხოლმე, ამიტომაც ჩვენი მიზანი უნდა იყოს სისტემური ცვლილებები და არა ისეთ პროცესში შეყოლა ივანიშვილთან, სადაც არაფერს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ სპეცოპერაცია ტარდება და არა ხალხის ნების გამოხატულებას აქვს ხოლმე ადგილი. თავარი არის ჩვენთვის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და მიგვაჩნია, რომ თვითონ თვითმმართველობის თემის გააქტიურება ქართული ოცნების მხრიდან არის პროპაგანდისტული მიზნით გამოყენებული, რომ გადაიფაროს ის მნიშვნელოვანი ორი საკითხი, რაც არის ჩვენი ამდენთვიანი პროტესტის მთავარი მოთხოვნა. სანამ ჩვენი თანამებრძოლები იქნებიან ციხეებში მძევლების სახით, სანამ არ ჩაინიშნება ხელახალი არჩევნები, ჩვენ არ ვფიქრობთ საუბარს თვითმმართველობის მიმართულებით და არც მონაწილეობის მიმართულებით. ისინი გრძნობენ, რომ მათ აქვს ნულოვანი შანსი გამარჯვების კი არა, რაღაცა პატარა წარმატების მიღწევისაც და შესაბამისად ეხლა ცდილობენ, რომ თითქოს ეს ყველაფერი გადააბრალონ იმას, რომ რაღაცა არჩევნები არ იყო საპარლამენტო ჩატარებული მაღალ დონეზე და მაქედან გამომდინარე რა აზრი აქვს თვითმმართველობის არჩევნებს. დღემდე ერთი მტკიცებულება ვერავინ ვერაფერზე ვერ დადო. ზღაპრებს რომ ყვებოდნენ რუსული სპეცსამსახურების ჩარევა, ემიგრანტებს თითქოს არ ვაძლევდით ხმის მიცემის საშუალებას, რაღაცა 350,000 თუ 400,000 გაყალბებული ხმა, 100,000 ადამიანი, რომელსაც თითქოს და პირადობის მოწმობა ჩამოვართვეთ. ერთი მტკიცებულება ვერ მოიტანეს, ვერ ჩვენთან, ვერც პროკურატურაში, ვერც საზღვარგარეთ ვერ წარადგინეს. თვითმმართველობის არჩევნებზე კიდევ ერთხელ გვექნება ჩვენც რა თქმა უნდა მათაც საშუალება წარდგეთ. ჩვენი ამორჩევლის წინაშე ვთხოვოთ მხარდაჭერა და კიდევ ერთხელ გადაწყვიტოს ამორჩეველმა ვის რა ტიპის მხარდაჭერა აქვს საქართველოში, ვის უნდა ანდოს ადგილობრივი ხელისუფლება ახლა უკვე ამ შემთხვევაში ამორჩეველმა და იქაც რომ განმეორდება იგივე შედეგები რაც იყო 21 ოქტომბერს, ეს კიდევ ერთი დასტური იქნება იმისა, რომ ეს არჩევნები არ გაყალბებულა და სწორედ ამიტომაც არ უნდა ოპოზიციას მიიღოს ამორჩევნებში მონაწილეობას თუ საბოლოო ჯამში ასე გადაწყვეტენ. რაც შეეხება ხელახალი, ახალი და ასე შემდეგ რა ტერმინიც არ უნდა გამოვიყენოთ, საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებაში ასეთი საკითხის წესრიგში არ დგას, არც არასდროს დადგება. ოპოზიცია უნდა მოეზადოს თვითმმართველობის არჩევნებისთვის.